გამარჯობა ძვირფასო რადიო მსმენელებო, აი დღეს ისევ შევხვდით ჩემ ჯადოსნურ სივრცეში 50+ და არა მხოლოდ, რომელსაც შეგიძლიათ მოусმინოთ რადიოს სივრცის სიხშირეზე FM 98 და 5 და კახეთში 102 და 3 და ასევე რა თქმა უნდა შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში, შეგახსენებთ ჩვენ ტელეფონის ნომრებს 2222 98 და 5 და 595 98 და 5 და კიდევ 98 და 5. ასევე თვალყური გვადევნეთ Facebook-ზე, YouTube არხზე. და დღეს ჩემი გადაცემის თემაა წონის პრობლემები და კორექცია, რომელიც ალბათ მსოფლიოში თითქმის ყველა ქალს აწუხებს. და იცით რა, მოდით ცოტა ჩემ თავზეც მოვყვები, იმიტომ რომ აი მე რაღაცა გამონაკლისი ვარ, რომელსაც არ აწუხებს წონის პრობლემა, ალბათ კარგი მეტაბოლიზმი მაქვს, ჩემი გენეტიკის გამო ძალიან მგევარ მამას და მამაც ესეთივე გამხდარი იყო. არ მომიმატია ბევრი სამი ფეხმძიმობის დროსაც და რა ვიცი, ჭამაც ძალიან მიყვარს, მივირთმევ თითქმის ყველაფერს. ვარჯიშით ვარჯიშობ, მაგრამ წელს ჩამივარ და მოუცვლელობის გამო და აუცილებლად სექტემბრიდან განვაახლებ და ამიტომ მე წონის კორექციაში დიდი ექსპერტი არა ვარ, მაგრამ სამაგიეროდ მოვიწვიე ძალიან მცოდნე ამ დარგში, სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი, ულამაზესი ქალბატონი და ჩემი უახლოესი მეგობარი ნინა პერტენავა, რომელიც მოგვიყვება ყველაფერს წონის პრობლემებზე, წონის კორექციაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე ჯანსაღყვებაზეც. ნაცია მოგესალმები, მადლობა მოწვევისთვის, შენ ჯადოსნურ სივრცეში ნამდვილად ძალიან კარგი და დადებითი ენერგეტიკას უფევს აქ და რაღაც ისეთი განწყობა მაქვს, რაღაც ძალიან დარელაქსებული ვარ და თემა ნამდვილად ძალიან საინტერესოა, ვფიქრობ რომ მსოფლიოში განსაკუთრებით 60% ადამიანების არიან ამ პრობლემის წინაშე, მათ შორის მეც და ეხლა მინდოდა ჩაგჭროდი რომ ამბობდი რომ სამი შვილის ფეხმძიმობის შემდეგაც არ მომიმატებია წონი, ზუსტად მასე ვიყავი მეც 40 წლამდე იდეალური წონით, იდეალური მეტაბოლიზმით, მაგრამ მოხდა ისე რომ შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, შემდეგ დამჭირდა ოპერაცია და აი მას შემდეგ უკვე წონასთან ბრძოლა გახდა ჩემი ყოველდღიურობა. შესაბამისად, მე ისეთი ადამიანი ვარ, რაღაც პრობლემა რო ჩდება, მის გადაჭრის გზებს ვეძებ და შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი კურსი გავიარე, ძალიან ბევრი ინფორმაცია და კვლევა მოვიძიე და დღესდღეობით შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მივაკლია იმ გზას, როგორ უნდა გამოვასწორო ეს სიტუაცია და დაუბრუნდე ჩემ ძველ ფორმებს. აბა გისმენთ, მაგრამ შენ ჩემთვის ეხლა ულამაზესი ხარ, მაგრამ რახან შენ არ მოგწონს? არ არის, მე სულ ვამბობ, რომ მე არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვიზუალური მხრიდან ჩემი წონის გამო, პირიქით. ეხლა გაცილებით უფრო რაღაცნაირად ბედნიერი ვარ, უფრო მიმღებლობა მაქვს ჩემი თავის მეტი, უფრო მიყვარს საკუთარი თავი და გაცილებით ბედნიერი ვარ, ვიდრე ვიყავი 40 წლის ასაკში, 30-ის და გამხდარი და აი სინამდვილეში რო გითხრა, როდესაც ვიყავი, ვთქვათ 34 ზომა და 36 ზომა, მაშინ უფრო მაწუხებდა ზედმეტი წონა და ის 1 კილო და ის ღილი არ მეკრება და ის შარბალი ისე არ ზის, ვიდრე ეხლა სიმართლე რო გითხრა და შინაგანი აღქმა ეგ ყველაფერი, ხო ჩვენ როგორ ვგრძნობთ საკუთარ თავს სხეულში და შემდეგ უკვე ეს გადაეცემა გარემოს და შემდეგ უკვე აღგიქვამენ სხვები ასე. შესაბამისად, დღესდღეობით მე საკუთარ თავში გაცილებით უფრო დარწმუნებული ვარ და გაცილებით უკეთეს თვით შეფასება მაქვს და ეს არ არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა იმ ადამიანებისთვის სულ ვამბობ ხოლმე, რომ როდესაც ეს არის მნიშვნელოვანი, იგივე კარიერისთვის, იგივე თქვათ შე როგორც ფოტომოდელს ან მოდელს გჭირდება აუცილებლად პარამეტრები გქონდეს, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იგივე ტელეწამყვანს თქვათ ან ადამიანებს, რომლებიც რაღაცა ფრონტალური ფიგურები არიან და ეს არის მათი ვიტყოდი შემოსავლის წყარო, მათი გარეგნობა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე უფრო მენტალური დატვირთვიდან ვიღებ შემოსავალს და შესაბამისად ჩემთვის ეს ფაქტორი ამიტომ არ არის ასეთი მნიშვნელოვანი. ვთქვათ, ვიტყოდი იმასაც, რომ პირად ცხოვრებაშიც და ზოგადად ურთიერთობებშიც ხას არაფერში არ მიშლის ეს. ხო, შესაბამისად ჩემი საჭიროება, რა თქმა უნდა, პირდაპირ ვიტყოდი, რომ არანაირი, აი
პირდაპირ ესეთი კორელაცია არ არსებობს ჩვენს წონას და რაღაც ცხოვრებისეულ ბედნიერებას ან წარმატებას შორის არ არის. უბრალოდ ადამიანი, როდესაც საკუთარ თავში დარწმუნებულია, საკუთარი თავი მოსწონს მიმღებლობა აქვს, იმ ადამიანს უფრო კარგად გამოსდის რაღაცეები და აი ამასთან არის. კი, გარეგნობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩვენს ტვინში არის ესეთი ცენტრი, რომელსაც აქვს სილამაზის, სიმეტრიის, რაღაც პარამეტრების აღქმის აი უნარი და ტკბობის უნარი და ჩვენ ამისგან ვიღებთ სიამოვნებას. ანუ ჩვენი ტვინი ხო ძალიან დამოკიდებულია დადებით ემოციებზე და ბედნიერების ჰორმონებზე. ზუსტად ესეთი ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა ამ დროს და როდესაც ჩვენ რაღაც არ მოგწონს, რასაც ვუყურებთ, შეიძლება იყოს დასრული ტანსაცმელი, დაკუჭული ტანსაცმელი, ზედმეტი წონა ვიღაცის, შეიძლება ჩვენ გამოგვეყოფოდეს უარყოფითი ემოციები და შესაბამისად კორტიზოლი გვიწევდეს, ან სხვა არა სასიამოვნო ჰორმონები იწევდეს ჩვენ სისხლში და ამაზე ორგანიზმი ასიგნალებს, რომ ცუდია ეს და ამას მოშორდი. აი ეს არის, ანუ ჩვენ ტვინში არის აღქმა სილამაზის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და წარმატებას აღწევენ კვლევების მიხედვით ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ გარეგნობაზე ზრუნავენ. მე არ ვამბობ, რომ ლამაზები არიან ან სიმეტრიულები, ზრუნავენ, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ნამდვილად ამაზე დამეთანხმები ჩვენ თან მით უმეტეს ჩვენ პროფესიაში ნებისმიერი ადამიანი მოგვიყვანოს და მის იდეალურ ვერსიას გაჩვენებთ და ყველა ადამიანს აქვს როგორც შინაგანი, ისე გარეგნული სილამაზე. მართლაც თავარია, მართლა თავზე ზრუნვა და პატივისცე შენს სხეულს და შენ გარეგნობას. ნინა, ეხლა შეკითხვა მაქვს, ანუ როგორ აგრძელებ აი ამ წონასთან, ზედმეტ წონასთან ბრძოლას, აი რა მეთოდებს მიყვები? მოდი პირველ რიგში მოვყვები საერთოდ როგორ აი რა ეტაპები გავიარე, ხო? პირველი ეტაპი ეს იყო, როდესაც მე გავიკეთე ოპერაცია ფარისებრზე და ნუ მეხუთედი დამიტოვეს, დანარჩენი ამოსაჭრელი გახდა და ჩემმა ორგანიზმმა ვერ დააკომპენსირა ამ ორგანოს დაკარგვა. და მისი რეაქცია იყო სრულიად ჰორმონების არევა, შესაბამისად მე უმართავად დავიწყე წონაში მატება. ეს არ არის ხშირი შემთხვევა, მაგრამ არსებობს ასეთიც. დამემართა ინსულინ რეზისტენტობა, მეტაბოლური სინდრომი იგივე, დამემართა რაც კი შეიძლებოდა ყველა ჰორმონი ამერია და ნუ ძალიან ცუდად ვიყავი. რაღაცა პერიოდი თავისთავად ახლა ერთ თვეში რომ უცებ 15 კილოგრამს მოიმატებ, ეს არ არის ნორმალური. მithumetes, როდესაც არ შეგიცვლია კვებითი ჩვევები. შემდეგ უკვე პანიკა დამეწყო, ძალიან სერიოზული პანიკა დამეწყო და ამიტომ დავიწყე ორმაგად შეზღუდვა კვების და ორმაგად მოუმატე ვარჯიშს. თუმცა ეს შედეგი ის რომ აღარ მოვივატებ თქვათ ერთი თვე, მაგრამ ეს ხო ძალიან დიდი რესურსს მოითხოვს, თან რომ მუშაობ, თან შვილები ყავს და მოკლედ გამოვიფიტე, ფსიქოლოგიურად გამოვიფიტე და ეს გრძელდებოდა რაღაცა 6 თვე და შემდეგ ხო იცი ისე მოწყდები. კიდე მოვწყდი, კიდე ერთ თვეში 15 კილო მოვიმატე. მოკლედ ეს არის სრული, აი საკუთარი თავის მიუღებლობა, მეც გეტყვი ქუჩაში გასვლა არ მინდო და ჯეთი არაფერი არ გეტევა, ხო, ახალი გარდერობი გაქვს შესაძენი, ხო, ძალიან ბევრი ღონისძიება, რომ მიდიხარ და უცებ რო სახეებს ხედავ, რა გჭირს, რა დაგემართა, რას გავხარ. ხო, ყველაზე ცუდია და ყველაზე უკაკტოა მე საკუთარი დედაც რომ ხდებოდა, აიყვანე ხელში თავი და ნუ აი რაღაც მსგავსი მიუღებლობა მქონდა ძალიან დიდი სხვებისგან და ნუ ძალიან განიცდიდნენ და შესაბამისად ეს გადმოდის ხო შენზე და მით უმეტეს რომ ვერ იგებ რატო ხდება ეს ყველაფერი. ნუ მე უკვე დავიწყე ენდოკრინოლოგებთან ურთიერთობა, მანამდე მქონდა რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ახლებს ვეძებდი კიდე, მე დავიწყე უკვე ნუტრიციოლოგებთან, დიეტოლოგებთან ნატაგაგვა ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა ამ გზაზე, მანამ მინდა დავაყოლა დიდი მოკითხვა მას, არაჩვეულებრივი და ძალიან მცოდნე სპეციალისტი არის და დარგი სპეციალისტებთან დავიწყე მუშაობა, მათ შორის ვისაც თვითონ აქვს გამოცდილი ეს და გაკეთებული აი ესა თუ ის რაღაც გზა განვლილი, მათგან რჩევებს ვიღებდი, როგორ გამოუვიდა, რანაირად საერთაშორისო ტრენერებს, ანუ ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიძე და ჩავუჯექი და ბოლოს 1-2 წლის წინ პირდაპირ იას დაურეკე ფარულავას და ვკითხე, რომ ია დამეხმარე, იმიტომ რომ იასაც ზუსტად ის ინსულინ რეზისტენტობა აქვს და იცის გზები, როგორ ებრძოლოს მას და მან მირჩია, რომ აი ბიოჰაკერს გაგაცნობ ლეოს და შეიძლება პირველადი ენერგიის წყარო
მოგცეს მისმა პროტოკოლებმა. ანუ პირველი რა არის აუცილებელი ეს რომ მე ვიყავი გამოფიტული, ენერგია არ მქონდა საერთოდ, იმიტომ რომ რა ხდება ინსულინ რეზისტენტობის დროს? შენ კი იღებ საკვებს, მაგრამ როდესაც ინსულინი მაღალია, ის პრაქტიკულად შეუძლებელია გლუკოზა შევიდეს უჯრედში. ანუ ჩვენ გვჭირდება გლუკოზა ენერგიისთვის, ძალიან გვჭირდება, მაგრამ ვინაიდან ინსულინ რეზისტენტულობა გაქვს, ინსულინი არის ის ჰორმონი, რომელსაც შეყავს გლუკოზის მოლეკულა უჯრედში. ანუ ჩვენი საკვები რომ მოგვაწოდოს. შესაბამისად, როდესაც რეზისტენტულობა უჯრედი არ უშვებს ინსულინს და ვერ შედის გლუკოზა, ეს გლუკოზა ცხიმში მიდის პირდაპირ, განსაკუთრებით მუცლის არეში ცხიმში და ჩვენ გვჭირდება ანუ ჩვენ ვართ უენერგიოდ და ვიმატებთ წოდაში. ენერგია არ გვაქვს. შესაბამისად, ორგანიზმი ყვირის რომ შია, არ მაქვს ენერგია, კიდე უფრო გშია, კიდე ამატებ და კიდე ცხიმში მიდის ეს და აი დაგდებული ხარ. აი ეს მჭირდა მე და ეს არის მანკიერი წრე, აქედან გამოსვლა არის ძალიან რთული. ნუ ჯერ მედიკამენტებს გინიშნავენ, მაგრამ ყოველთვის ესეც რთულია, იმიტომ რომ თუ არ აკვირდები ყოველდღე ანალიზებით როგორ რა მოქმედებს, ამასაც უნდა თავისი შერჩევა, რა საკვებზე გემართება, თქვათ იგივე ინსულინის აწევა, ესეც ხო უნდა ისწავლო. მოკლედ ეს დარგი არის ახლა ისეთი ახალი და ამიტომაც ახლა დოქტორებს ყოველს ვეცნობი. შესაბამისად, აი ეს პირველი ენერგიის ბუსტი მომცა ზუსტად ლეოს პროტოკოლებმა და ვიგრძენი, რომ აი მომემატა ენერგია. და ეს არის ისეთი ბედნიერება პირველი, რომ თვალს რო გაახელ და რო იტყვი, რომ მე რაღაცა ცოცხალი ვარ და შემიძლია, ყველაფერი შემიძლია. და ესეც ხო მოქმედებს ხასიათზე, ესეც ხო მოქმედებს ჩვენს აი იმ უნარებზე, რაც გვჭირდება თუნდაც წონის კლებისთვის, თუნდაც ვარჯიშისთვის. ხო, როდესაც არაფერი არ გინდა და არაფრის თავი არ გაქვს, არ რთულია სხვას მოსთხოვა და საკუთარ თავს მით უმეტეს. ხო და მოკლედ დავიწყე ეს ნელ-ნელა ცოტა ვარჯიში, იმიტომ რომ ვარჯიშიც ინსულინს ქვევით. და მე მივამატეთ ის დანამატები, რომლებიც ინსულინს არეგულირებს, რომელიც მე ყვება, მე რაღაცა კოქტეილები და ასე ნელ-ნელა კვებითი ჩვევები გამოვისწორე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველი ეტაპია, იმიტომ რომ შენ ხარ სრულ აგონიაში, შენ სულ გინდა ტკბილი, როდესაც ეს გემართება და ვერ ჩერდები და ჩვენი ორგანიზმი ისეთიანათი, როდესაც რაღაც უნდა, აი ნახე, ადამიანები ძალიან ხშირად თვლიან, რომ თვითონ არიან ტვინით, ანუ აზროვნების პროცესებს აიგივებენ საკუთარ თავთან და ესე არ არის. ტვინი არის ზუსტად ისეთივე ორგანო, როგორც არის გული, ღვიძლი, კუჭი და მას აქვს ფუნქცია. მას აქვს ფუნქცია გადაგარჩინოს. და როდესაც ის თვლის, რომ ის არის მშიერი და მას ჭირდება საკვები, და უნდა ტკბილი, იმიტომ რომ არ აქვს საკმარისი რაოდენობით გლუკოზა, ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მიიღოს ტკბილი და ნებისყოფა მას ვერ გაუძლებს. არანაირი ნებისყოფა არ გაუძლებს, იმიტომ რომ იღლება. ესეც არის კუნთივით, იღლება ნებისყოფა. მე პირდაპირ გეტყვი, რომ ჩემი ნებისყოფა იმ წლებში დავტოვე, იმიტომ რომ ისეთი ძალისხმევა დამჭირდა, რომ უბრალოდ აღარ შემრჩა ჩვეულებრივად, იმიტომ რომ აი გადავწვი ეგ სისტემები. ამიტომაც ვეძებდი იმ წყაროს, რომელიც დამეხმარებოდა, რომ ჩემით შემეძლო ეგ, აი мотиваცია რო გაქვს, ხო რაღაცის რომ აკეთო და ეს ჰიპერფოკუსი ჩართული, რომ ეს უნდა გამომივიდეს. ნუ იქიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი საქმე მქონდა და ყოველთვის ჩემ თავს უკანა პლანზე გადავწევდი ხოლმე, ესეც არის პრობლემა. ანუ კიდევ ნახე ზედმეტი წონა როგორც წესი კონკრეტული ფსიქოტიპის ადამიანებს აქვთ, იცი? ეს ადამიანები ძალიან ხშირად არიან სხვისთვის ძალიან, როგორ გითხრა, აი კეთილები არიან თითქოს, იცი? ანუ არასდროს დახმარებაზე უარს არ ამბობენ, კი, ან არასდროს სხვის დახმარებაზე, ანუ ყოველთვის სხვას თავის წინ აყენებენ. ოჯახის წევრებს, მეგობრებს, საქმეს, პასუხისმგებლიანები არიან და ამიტომ ყოველთვის ხდება ეს საკუთარი თავის ხარჯზე. ამიტომაც ხდება, რომ ეს გადავწევ, არა უშავს მე ხვალ წავალ ვარჯიშად დღეს შენ ამას გაგიკეთებ და აი ესეთი ფსიქოტიპის ადამიანები არიან ყველაზე ხშირად აი ამ ბანკიერ წრეში ჩაკეტილები. ნუ შემდეგ უკვე, როდესაც ეს კვებითი ჩვევები ჩამოვიყალიბე, თქვა ტკბილზე უარი ვთქვი, კიდე ნუ რაღაცა სპეციალური კვებები დავიწყე. ნუ კიდევ ხედავ რომ ძალიან წვალობ, არ მიდის და ნუ უკვე ხო იცი რომ ყველაფერს აკეთებ, ხო? აი რაღა დარჩა, ხო? ვარჯიშობ, მასაჟს ვიკეთებ, პროცედურებს ვიკეთებ, ფეხი დავდივარ. რატო? და მაინც ჩერდება ეს წონა. ექიმთან რომ მიხვალ მორიგ შეხვედრას და ესე სადღაც ეჭვის თვალით, რომ იქნებ კარაქიან პუშჭამ ძილის წინან რაღაც ეკეთვი და ყველას მაინც გონია, რომ აი რაღაცას არ ხო და ბოლოს აი ერთად თუ წავსულ ვართ უცხოეთში, მოგიყევი კიდევაც რომ კაფეში რომ შევიდოდით ხომ და მე რომ მართლა იმათ თვალწინ ვიყავი 24 საათი და ერთი კვირა და
ხედავდნენ რითი ვიკვებებოდნენ, მე უკვე დარწმუნდა რომ ამდულად არაფერს არ ვარღვევ და ყველას ჩემთან მქონდა მაინც მათი პასტა, მათი პიცა, მათი დესერტი, ყველაფერი, იმიტომ რომ გონიათ რომ მე მიყვარს ეს ყველაფერი და ამ დროს მე საერთოდ არ ვეკარები. ნუ მოკლედ, მივედით იმ მომენტამდე, როდესაც მე უკვე მჭირდება რაღაც სხვა დახმარება და აი არ მინდა რაღაცნაირად ჩარევები, არ მიყვარს მე ზედმეტი მედიკამენტების მიღება, არ მინდა თქვა ოპერაციული და ეს ოპერაცია იმდენად ცუდი შედეგი დამიდო მე ჩემს ჯანმრთელობას, მე მეშინია უკვე კი ინიექციაც არ მიხდება ზოგადად ყველასთან კარგი შედეგები ამ ბუჭის ოპერაციას დავიწყე და მოკლედ მივედი იმ ეტაპამდე რომ მჭირდება რაღაცნაირად შიგნით ჩავიხედო რა ხდება ჩემს ორგანიზმში და ნუცა ჩემმა შვილმა ძალიან ისეთი კარგი საჩუქარი გამიკეთა და მიყიდა ბიოსენსორი ეს არის მონიტორი, რომელსაც იდგა მკლავში და ხედავ შენი გლუკოზის და შესაბამისად ინსულინის რაოდენობას ყველა ჭამის შემდეგ. ესე ანუ პროგრამა გაქვს ტელეფონში, ხო? ტელეფონში აპლიკაცია, რომელსაც პირდაპირ უჯრედიდან იღებს ინფორმაციას Bluetooth-ით და სულ live რეჟიმში აკვირდები რა ხდება შენს ორგანიზმში. ნუ ძალიან ბევრი საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე ნათი, რომ ისეთ პროდუქტებს, რომელიც შედის დიეტაში და გონია რომ უნდა ხდებოდა თურმე მაქვს ძალიან მაღალი ინსულინური პასუხი და ისეთ პროდუქტებს, რომლებიც მეგონა რომ წესით არანაირად არ მეჭმევა და არ შეიძლება მქონდა დაბალი ინსულინური პასუხი. ანუ რამხელა მნიშვნელობა აქვს იცოდე რომელ ნივთიერებაზე რა რეაქცია აქვს შენ ორგანიზმს რა. ყოველ დილას ვიწყებდი ლატეთი, ძალიან მიყვარს ლატე და ნუ პრინციპში ხა ლაქტოზაზე თქვა მაქვს გაკეთებული ანალიზი და ნუ არ აქვს ესეთი ალერგიული არ ვარ როგორც აი რაღაცა რომ გემართება. რაღაც მომენტებში რაღაცები არ მსია, თქვა ნაყინს ვერ ჭამ, არის იქ რაღაცა ყველის რომელიღაც ჯიშები რომ წყენენ ბრი მაგალითად, მაგრამ ზოგადად არ მაქვს პრობლემა, ხო კეფირი მიყვარს, ხაჭოზე ვგირდები, ხაჭო დიეტებში შედის, კეფირი დიეტებში შედის, კეფირის დიეტაზე ვიყავ ხოლმე და ვერ ხვდებოდი. თურმე შენთვის ეს მავნებელია. თურმე რძეზე ადის ჩემი შაქარი და ინსულინი სადღაც ნამცხვარზე მაღლა ადიოდა, ანუ ტკბილი ნამცხვარი რომ ჭამო, იმაზე მაღლა ადიოდა, როცა ლატეს ვავდი. ეს ნიშნავს რომ მთელ დღის მეტაბოლიზმი ვაჩერებ. ან საღამოს თუ დავლევდი, წარმოიდგინე. ანუ ეს რო არ იცი, ხო გონია, ნუ აი რას დაგიშავებს, ხო? თურმე დაგიშავებს, ხო? იქ სულგუნზე მქონია, ზოგიერთ ყველზე მქონია. ანუ აი ისეთი ბოსტნეულზე, პომიდორზე წარმოიდგინე, სალათებს ჭამთ, ხო? ადიოდა ძალიან მაღლა. ამ დროს კრუასანი, რომელიც გავსინჯი, იმაზე არ ავიდა. აი ლავაშზე ავიდა. ანუ ხვდები აი ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი იცოდე ზუსტად რა საკვებზე რა. მოკლედ როგორც კი გავეკეთე ეს მონიტორი 4 კილომდე დავიკეთე 12 დღეში. ძალიან გეტყობა კიდე. გამოვიწერე კიდე 3 გზაში არის, იმიტომ რომ სულ ვაპირებ ესე რომ ვაკვირდებოდე და აი იმდენად ბედნიერი ვარ რომ რაღაცა გზა ვიპოვე და უკვე ხედავ. თურმე მართლა ყველაფერს სწორად აკეთებ, მაგრამ აი ეს დახმარება ძალიან გჭირდება. ანუ უნდა იცოდე რა საკვები არის შენთვის კარგი და რა არა. კი, აი ნამდვილად ახლა ალბათ დაინახავთ რომ ის მაქვს მაჩას ლატე, მაგრამ ეს არის ჩემი ნუშის რძეზე. ნუშის რძეზე არ მაქვს ეს პრობლემა. ამ დროს საყვარელ საკვებზე არ არის აუცილებელი უარის თქმა. მთავარია ჩვენ ვნახოთ ის ნივთიერებები. მთავარია ვიცოდეთ რა გვეჭმება და რა არა. რა თქმა უნდა. და აი აქ ხა წარმოდგენილი გვაქვს ეს არის ბალანსი, ბალანსის ჯანსაღი და უგემრიელესი საკვებია. რომელიც არის ძალიან დაბალკალორიული და ანუ აქ შეიძლება მართლა ყველანაირი იპოვო შენთვის სარგო საკვები და მიირთვა და ზუსტად აქედან დაიბადა ბალანსის იდეя, ამიტომ რომ ჩემი შვილი ნუცა სურგულაძე არის შეფი და ნუცასაც ქონდა წონის პრობლემა, ვინაიდან სულ სამზარეულოშია, სულ რაღაცას აკეთებდა, განსაკუთრებით MasterChef-ის დროს. სულ გადაქანცული. სულ და სტრესი არის ერთ-ერთი მთავარი პირობა, წონაში გვამატებინებს. მე იცი რომ ვაკვირდებოდი მონიტორში და სტრესზე მიწევდა ჩვეულებრივად გლუკოზის დონე სისხლში. აი სრულად უზმოზე, ნათი, ანუ ვიღვიძებ რომ მაქვს 70 მაჩვენებელი და რაღაცა სტრესია, უცებ ბევრი საქმე მაქვს, ვერ ვასწრებ მაგვიანება რაღაც გზაში ვიღაც გადამირბინა ის ადიოდა 110-ზე, 125-ზე. ანუ ესე იგი არაფერზე არ უნდა მინერვიულოთ. წარმოიდგინე 125-ზე შეიძლება თქვა ტკბილი ჭამო და იმაზე უნდა გივიდეს და არა გივიდეს და ნერვიულობაზე 125-ზე უზმოზე რო ადის გლუკოზა, ეს ნიშნავს რომ სტრესზე, ანუ კორტიზოლი რო გამოიყოფა, იმას მოსდევს ეს პირდაპირ გლუკოზის აწევა სისხლში.
აი ესეთი უცნაურობებია კიდე და მოკლედ ნუცასაც ქონდა ეს პრობლემა წონის და დავიწყეთ ესე დაბალანსებული კვება მე ძალიან კარგად შემიძლია სხვის მართვა უკვე ანუ იმდენად კარგად ვირკვევი ამ მიმართულებით რომ ესე რჩევებს ვაძლევდი და მე ვუთხარი რომ თუმცა მეთქე მართლა პრობლემა არის როდესაც დაკავებული ხარ ადამიანი, იმიტომ რომ შენ რო იკვებო ჯანსაღად, დღეში 3-ჯერ რომ მოიმზადო რაღაცა საკვები, უკვე ძალიან ბევრი დრო გეკარგება. და ერთი და იგივე ჭამაზე ნამდვილად მე გთხოვს ორგანიზმი რაღაცას და ვერ ჩერდება. იმიტომ რომ გაკლია ის ნივთიერებები, რაც აუცილებელია. და აქედან წამოვიდა ამ ბალანსის იდეა, რა მაგარია. რამოდენიმე, მაგრამ იცი რა ის იყო რომ გბეზდება მე. ერთ კვირაში უკვე აღარ მინდოდა დანახვა და ამიტომ ნუცას აქვს დღეს 8 კვირა სრულიად განსხვავებული მენიუ. და ეს 8 კვირის განმავლობაში ყოველ დღე მოდის სხვადასხვა რაციონები. და მოკლედ ნუცა რა თქმა უნდა იდეალურად განახორციელა ეს იდეა, რა თქმა უნდა მეც ვეხმარები და გვერდში ვდგავარ ძალიან და ნუ დღეს არის აქ წარმოდგენილი ეს ენერჯი ბოლები, ჩიას პუდინგი, რომელიც სტევიაზე არის და ქოქოსის რძეზე, ჰუმუსი, ძალიან გემრიელი ვრაპები და რა თქმა უნდა ეს ბუსტერები, რომელიც ძალიან სასარგებლოა და ენერგიას გაძლევს მთელი დღე და არ არის შაქარზე არც ერთი. ო და მე მგონი დეტოქსისთვის არის ძალიან კარგი. აი ერთი რო გადაკრა მთელი დღე ხარ ძალიან ენერგიულად და ძალიან საჭირო ნივთიერებებია. ჩვენ ხო მიკროელემენტები ძალიან გვჭირდება, აი მაგიტომ არის მნიშვნელოვანი მრავალფეროვანი საკვებით ვიკვებებოდეთ. აი ნამცხვარსაც ვხედავ. ერთი წალი შუ შემოგვაპარეს, ანუ ნუცასაც კიდე მეორე ხაზი, ფრანგული დესერტების ხაზი და როგორ საჩემოთ მეთყილზე უარს ვერ მომბო. ნათია ნამდვილად, აი როცა ხრავს ჯამრთელი მეტაბოლიზმი, ხახნო პრობლემა არ არის გლუკოზის მიღება, პრობლემა არ არის თბილის მიღება. ნორმალური დოზით, უბრალოდ არ უნდა გადაწვა ორგანიზმი. ხო, იმიტომ რომ მეც ხა ცოტა ასაკი რომ მომემატა მაინც ტკბილზე ის ძალიან მიყვარს, მაგრამ მე ცოტა შევზღუდე. ჩვენ ორგანიზმს ძალიან უყვარს ტკბილზე, ანუ საწვავია, მას აქვს ორი სახის საწვავი, ცხიმი და ტკბილი და ერთ-ერთი მთავარი საწვავი ეს არის გლუკოზა და ამიტომ საწვავია და უყვარს ჩვენ ტვინს ძალიან. ერთი შეკითხვა მინდა ნინა კიდევ, ანუ ხა ჩვენი გადაცემა თავის მოვლას, კანის მოვლას ზოგადად ქალბატონებისთვის განკუთვნილია და ამიტომ ძალიან მაინტერესებს აი ამ დიეტების ფონზე, აი კანის მდგომარეობა, ხო არის სტრესება, ხო არ შრება, თუ არ ახდენს გავლენას დიეტა კანზე? დიეტა რა თქმა უნდა ახდენს და ჩვენთან კიდე უნდა აღვნიშნო რომ ხალხს უყვარს ეს უკიდურესი დიეტები მაგალითად ან გადადიან ერთი კვირა ციციბურაზე ან ხო გაგიგია ალბათ შენ ხო ისიც იქიდან გამომდინარე რომ რთულია ყოველ დღე განსხვავებული რაციონები ამზადო მე მესმის ძალიან კარგად მე თვითონ არ მყოფნის ნუცასხლში კი ვისწავლე 20 წუთში არაჩვეულებრივი კერძების მზადება და ყველაფერი გამზადებული მაქვს რომ უცებ გავიკეთო მაგრამ მაინც რთულია და მით უმეტეს მშიერი როდესაც ხარ მაშინ ძალიან რთულია მართვა შიმშილის და რაღაც იმაზე მეტი გინდება მით უმეტეს თუ მშიერი შეხვალ მაღაზიაში და ბევრი საკვები მეც დაკვირვებული ვარ მშიერი თუ შევდივარ იმაზე მეც ვყიდულობ რამდენიც ჭირდება ყოველთვის იმიტომ რომ ჩვენი ტვინი თulis რომ აი ყველაფერს მოერევა მაგრამ მე სიგნალი ჩართული გვაქვს სწორად და ეს შიმშილის ჰორმონია გრელინი, რომელიც გვაძლევს სიგნალს, რომ ხშია და ლეპტინი არის ჰორმონი, რომელიც აძლევს ტვინს დანაყრებაზე ინფორმაციას და თუ ნორმაშია ეს სისტემა, ჩვენი ორგანიზმი გვეუბნება, რომ მადლობა, მე უკვე დავნაყრდი და მე უბრალოდ მაქვს კუჭი ძალიან დაპატარავებული, პატარა ულუფებს ვიღებ და თან დღეში ორჯერ ვიკვებები, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ვიყურებ კანიც იდეალურ მდგომარეობაში გაქვს. იმიტომ რომ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მივიღო აი ცხიმები, ანუ მე არ მაქვს ძალიან დიდი შეზღუდვა ცხიმებზე, თქვა ზეითუნის ზეთი, ავოკადოს ზეთი, მიყვარს ქოქოსის კარაქი, მიყვარს ჩვეულებრივი კარაქი, ერბო ძალიან სასარგებლო ცხიმია. ანუ ცხიმს რო ვაწოდებთ, კანი არ გამოგვიშრება. თუმცა ხა გარედან ვახმარი, ხა მე ვერ ვიტყვი, ყველა საფეხურს ვასრულებ რუტინების, იმიტომ რომ ზოგჯერ ისეთი რითმი მაქვს, რომ მართლა ძალიან მიჭირს ხოლმე, საწყლთან კი მიდევს ყველაფერი, აბაზანაში კი მიდევს ყველაფერი, მაგრამ რაღაც საფეხურებს ვახტები ხოლმე, ნუ შრავიდი. მე მგონია რომ ზედმიწევნით ასრულებს რუტინას. ძალიან მინდა, ჩემი ოცნება რომ შემეძლოს. რომ აი ეს დილას დავიწყო მასაჟით, რომ ძალიან ემორჩილება ჩემი სახე, აი ამ სახის მასაჟს რომ მიკეთებ ხოლმე იდეალურად და ატყორცნილი აი ეს ადგილები იწევა და ნუ აიგრევე მეტყობა ხოლმე და დატენიანება ძალიან მიხდება. ისე წონის კლებაც სახეს ძალიან ეტყობა, გრავიტაცია ისედაც საბტოს საჩენს და საერთოდ მოდის ეს ახალი ესეთი სახელიც კი გაჩნდა ოზემპიკ ფეის, ანუ ოზემპიკის სახე ადამიანები რომ
მოიკლებენ, მე აი რაღაცა ერთნაირი გამომეტყველება აქვს სახის და ამიტომაც კი ესეც საფრთხილოა და ყოველთვის უნდა დაეხმარო პროცედურებით, სახის მასაჟი იქნება ეს თუ ვის რა უხდება. ალბათ ხო, ყველაზე ესეთი უნივერსალური არ არის, იმიტომ რომ მე ვთქვათ ინიექციები არ მიხდება სახელზე, იმიტომ რომ როგორც ჩანს ჩემ ორგანიზმს არ უყვარს ეს გარეშე ჩარევები. ამიტომაც ვაკეთებ თქვათ მასაჟს, დატენიანებას, რაღაც პროცედურებს, რომელიც არ არის ტრამბული და ზოგს ფილერი უხდება ძალიან, ჩემს ორგანიზმს არ უყვარს. ძალიან ინდივიდუალურად მე მგონი ყველამ თავისთავი უნდა გაიცნოს, ხახნა ეგ არის ყველაზე მთავარი, რომ საკუთარი თავი უნდა გაიცნო, რაზე რა რეაქცია აქვს, როგორ იღებს რაღაცას და როდესაც იცნობ საკუთარ თავს, შენთვის იდეალურ ვარიანტს პოულობ უკვე აქედან გამომდინარე. უღრმესი მადლობა, ნინა, ესეთი საინტერესო და ამომწურავი ინფორმაციისთვის და აუცილებლად კიდე უნდა დაგპატიჟოთ და ვნახოთ შედეგი კიდევ რამდენს დაიკლებ შენი მეთოდით. შემიძლია რომ ჩამომევა მონიტორები, კიდე ლაივ რეჟიმში მოვიდეთ, რაღაცეები გავსინჯოთ, ვნახოთ შენს ვთქვათ, რასაც მკითხავ, ყველაფერი გავაკეთოთ და შედეგებიც გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელს, როგორ დაიკლებ წონაში, ესე ნელ-ნელა და ესე ლამაზად. მადლობა დიდი მოწვევისთვის კიდევ ერთხელ. მე კიდევ დაგემშვიდობებით და შეგახსენებთ, რომ უნდა გვიყუროთ ყოველ პარასკევს 16 საათზე რადიო სივრცის FM სიხშირეზე 98 და 5, კახეთში 102 და 3. უпростоრედ გვისმინოთ უკაცრავად და გვიყუროთ Facebook-ზე და YouTube არხზე.